მეგობრებო, ბატონო გურამ, ესე იგი ბატონი გოდერძი ცდილობს რომ ჩაერთოს საუბარში, რის საშუალებასაც მას ვერ მივცემდით თუ ის ხელს არ მოაწერდა ჯერ არ გაეცნობოდა და ხელს არ მოაწერდა გაფრთხილების ტექსტს, თქვენ გაეცანით ამ გაფრთხილების ტექსტს, ხელს აწერთ ეთანხმებით რომ განზრახ სრულ ჩვენებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ასევე თუ თქვენ კითხვებს დაგისვამენ და არასწორ პასუხს გაცემთ განზრახ ან თავს აარიდებთ. თუ თქვენ ასე ჩანდა თითქოს რომ ფაქტობრივად გნებავდათ რაღაცის დამატება ამ გაფრთხილების ხელმოწერის შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ. არა ჩართეთ ბატონო გოდერძი თუ რაიმეს დამატება გსურთ. რამდენ ხანს დაყავით დაკავებაში? როდესაც თქვენი მამა ბატონი გურამი ამ საბაბით მიიყვანეს პროკურატურაში. პროკურატურაში მე ჯერ აზზე არ ვიყავი რა ხდებოდა, მამაჩემი იყო მაშინ სანადიროდ წასული. და მირეკავს მამაჩემიო და მირეკესო პროკურატურიდან. 17-ში რამდენი წლის ვიქნებოდი, ახლა ვარ 52-ის და რომელი წელი იყო ეს? აი ისა 2009 წელი. 2009 წელი, კი ბატონო. ხო და დამირეკა ტყეში იყო და დამირეკა პროკურატურიდან მირეკავენო, ხო და მე ვერ მოვასწრებო, ვერ ჩამოვდივარო, მოგისწრებთო და შენო მოვლენო შენთან და გაყევი. კარგი მეთქი და მოვიდა შავი ფერის კამრი, Toyota-ს მარკის, გოდერძი ბრძანდები, დიახ მეთქი, ჩაიცვია და წავანდია. და მე როგორც დიაბეტიანი ყოველთვის თან დამაქვს შაქარი პარკში. ჯიბაში მიდევ, სადაც არ უნდა გავიდე. ხო და ჩავიჯექი მანქანაში და ავყავარ პროკურატურაში. ხო იციო სათხარო. კი როგორ არ ვიცი მეთქი. ნო და რო ვატყობ ახლა რაღაც ისეთი სახებით კორიდორში მივდივარ. კორიდორში მივდივარ და ცალი ხელი მიდევს ჯიბაში. აი ამ შაქრის ეპარება და იყრება და იმიტომ მიდევს ჯიბაში, თორე ახლა არ მიყვარს საერთოდ ჯიბაში ხელი ჩადება. სანამ კაბინეტში შევალთ, კორიდორში დგანან 4 თანამშრომლები აქაური. და მეუბნებიან ბიჭო შეუზრდელო, არიციო სათხარო ხელი ამოიღეო ჯიბიდან. ყველა ჯიბეშია გამათ ხელი. ხო, მეუბნები, ახლა იმის შემეშინდა რომ ვიცი ეს მთავრობა რაზეცაა წამსვლელი და აქ შაქარი მაქვს მეთქი პაკეტში მეთქი ამის თქმაც არ მინდა, მე ეს ან კოკაინი ან გეროინიაო და ეს რო არ წამონდონ და არაფერი არ ვთქვი, რო შევალ კაბინეტში ამოვიღებ ხელს მეთქი. და კარგი, შევედი დამხვდა იქ გამომძიებელი. ეს ბერიშვილი. და გამარჯობა ვიციო დიაბეტი გაქვს მეცო და რაღაცები ჯერ ასეთი თბილი ლაპარაკი ვითონ. ეხლაო მამა შენმა არ დამიწყო შენო კეთილსინდისიერად იყიდა ეს მიწებიო. მე ვთხარი თქვენ ძალიან კარგად იცით მეთქი ეს მამა შენმა საიდან მოიტანა ამის თანხა და ვინც იყიდა როგორ იყიდა მეთქი და იმ კაც ნახდად არ უჭირდა მეთქი ახლა 500 და 300 ლარიანი მიწების შესყიდვა მეთქი და რა უნდა ყოფილიყო სათაღლითო მეთქი ამიხსენით მეთქი. ბიჭო, ბევრი არის ლაპარაკო, არიციო სათხარო. სად არისო დედამისიო? რატო და დედაჩემზეც იყო და ჩემზეც ნახევარი გაფორმებული მიწები. დედამისიო სკოლაში არისო, მასწავლებელი არისო და გამოძახებული ყავს მოვაო. ესო აქეთ ჩასვითო, ის რომ მოვავ იქით ჩასვითო. და ცოტა უკვე მე ვთხარი რას ვიეს, რატო უნდა ჩავსვათ? ბიჭო, ბევრი არის ლაპარაკო, ეხლა რასაც გეტყვი ის უნდა დაწერო. უკვე რომ მივხვდი აქ რაშიც იყო საქმე და ვისთან ამაქვს საქმე ხო ვიცოდი და არ მინდა არაფერი რა უნდა გავაკეთო. რო გეტყვით ისეო და დაწერეს, იგა მაჩვენეს ჩემი ნება სრული უთმობ სახელმწიფოს. აი ამაზე ყველაზე მოგვაწერიეს ხელი, მე მეორე დღეს იყო თუ არ ვიცი მესამე დღეს წაგვიყვანეს რეესში და ყველაზე ბატონო გოდერძი, დედა რომ მოვიდა სკოლიდან. მე გამომიშვეს, მე დედაჩემი ცალკე შეიყვანეს. თქვენ გადაეკვეთეთ ერთმანეთს, ხო დაინახეთ დედა რომ მოვიდა? მე არ მინახია დედაჩემი რო შეიყვანეს, მე აქედან გამიყვანეს დედაჩემი ცალკე. გასაგებია და როდის გამოგიშვეს ორივე? იმ დღესვე? ხო, პროკურატურაში ვიყავით, იქ არ დაუყევ 1-2 საათია და 3 საათი ვიყავით.
3 საათი მამაც რომ მოვიდა, ამ დროს თქვენ უკვე არ მინახია, მე ცალკე გამიშვეს. გასაგებია და რომ დათმეთ ქონება და პრინციპში მიზანს მიაღწიეს და ბატონი გურამიც ამ დროს მივიდა პროკურატურაში. ყველა მიზანი მიღწეული იყო, კი ბატონო. ეს იყო ყველაფერი ამ საყანე და მიწევის წართმევა იყო ყველაფერი ამ დიდი წასართმევის მიზეზი. 51 კვადრატი მიწის რატო და ეს რო შეისყიდეს ამათმა მე მაშინ არ ვიყავი საქართველოში და 2003-ში რო შეისყიდეს ეს ყველაფერი პრივატიზაცია ყველაფერი გაკეთებული იყო ამაზე საბუთები როგორც ვიცი თან მახსოვს რომ გაზეთიც მოიძიეს ძველი გაზეთი სადაც პრივატიზაცია იყო ამის ნახსენები ამ მიწების აი ასე შეისყიდეს ეგი და 2007-ში თუ 2007-ში ქუთაისის სასამართლომ გამართლა და რაღაც უზენაეს სასამართლოში მახსოვს რომ ეწერა გასაჩივრებას არ ექვემდებარება მაგრამ რომ მოითხოვეს უკვე ახალაია მამის წართმევა რაღაც მუხლი გადააკეთეს ამ შესყიდვის პრივატიზაციის და აი ეს მუხლი წაუყენეს მე რომ თითქოს და არ იყოს სწორად გაკეთებული პრივატიზაცია ჩემგან რო არაფერი არ წაიღეს და რო ვერაფერი ვერ ნახეს პირველ მყიდველზე გადავიდნენ შეცვალეს კოდექსი სწორად არ იყო ნაღიდი ამ ხალხს არ ქონდა რაღაცა ისეთი საბუთები გამოაწყესო გურამი ვერაფერს ვერ იზა მოკვდებიო ყველა მეუბნებოდა თორემ შეიძლებოდა ადამიანება რო ყოფილიყო პასუხსაც გავცემდი და ჩემს სიმართლესაც მოვიპოვებდი კი ბატონო ბატონი სოზარი ბატონი ილია ბატონი ხომ არ გსურთ კითხვები და როგორღაც გადავიდეთ შემდეგ საკითხზე თქვენ ახსენეთ რომ გიგი უგულავა იყო გუბერნატორი როცა პირველად დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი შემდეგ ძირითადად მაინც როლანდ ახალაიაზე იყო აქცენტი მაგრამ გუბერნატორი იმ დროს უკვე იყო მე მგონი გოროზია საზაგოროზია თუ იყო საქმის გურში ან საქართველოს პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი კი ბატონო იცოდა რამე იმ კაცმა ყველა როერა კი ბატონო გოროზია იყო გოროზია რო ჩაერთო ამას გიგის მერე რემონტს უკეთებდი, სადაც 14 სახლი იდგა, ფინური სახლები იმ 41000 კვადრატულ მეტრზე. ეს იყო ყოფილი პიონერთა ბანაკი. ხო და აი ამას რო ყიდულობდი, მაჩვენეს ესე ნადირობა გინდა ეს სახლი კარგი, ეს სახლი არამეთქი. ხო და შემოუშვი ტოლვილები აფხაზეთიდან. ყველა სახლში დაბინავდა. ყველა ცხოვრობდა იქ. მერე გავიდა დრო და სოფელში ახლოს დაასახლეს ეს ხალხი. მეთქი ეს ფინური სახლები აიღეთ და სახლში წაიღეთ ყველა მეთქი. მე მინდოდა განთავისუფლება მიწების იმისი, ხო და რაღაცა სასტუმროს აშენება, ყავდა ისეთი კაცი რომ სასტუმროს ამიშენებდა, ეს სახლები ყველა ვაჩუქე ამ ტოლვილებს, ხო და გავანთავისუფლეთ იმას მიწებს მეთქი ასე მომადგენ ეს ჯალათები სახლში და სააკაშვილი დღეში 3 ჯერ ფრინდებოდა ჩემს ტერიტორიაზე ხო და იცოდა რომ გართმევდნენ მიწებს როგორ არ იცოდა აუხსნა იქ დაცვის უფროსმა თავისი დაცვის უფროსმა ეს კაცი არისო ნორმალური კაცი სამეგრელოში ყურადღებას აქცევენ ამ კაცს ხო და მიწები წაართვესო თქვენ არ გეცოდინებათო მაგიდა წაართვესო მიწები ხო და ციხეშიც აჯენენო ხო და რამე ხარ და რაც არ გეხებათ იმაში ნუ შედიხართ ვინ იყო ეს დაცვის უფროსი არ მახსოვს გვარი ფიზიკურად ვიცნობ მაგრამ მაგდები რომ მოდიოდნენ იქ კაფე იყო ჩვენს ეზოში ჩემო ბატონო გვერდით სადაც წართმეულია ეს 41000 კვადრატული მეტრი იქ იდგა კაფე აი იქ ჭამდნენ გონიათო მაგნებსო
მუშაობთო და ხელფასი გვაქვსო ნისიად ჭამდნენ სვამდნენ მეორე მოსვლაში ყველაფერს იხდიდნენ ხო და ეუბნებოდნენ მითხრა ვიღაცამ დაცვის წევრი იყო საბუთები არ დაკარგო რაც გააქვსო საკუთრებაში მალე დაადგებაო დღე რასა რო ამბობს მეთქი რა ვიცი ამას ასევე არც ველოდი მაგნებისგან მაგრამ პატივიცემა იყო ჩემი ხამე რო რჩებოდნენ ბატონ გურამ ეს დაცვის წევრი სამეგრელოდან იყო ზუგდიდელი იყო რატო ქონდა მათ თქვენს მიმართ ჩემს მიმართ იმიტომ ქონდა სადაც ვერტფრენი ჯდებოდა იქ დარაჯობდნენ მაგნები მაგის ვერტფრენის დატოვება არ შეიძლებოდა და ყველა იყო 50 მეტრი სადაც ჯდებოდა და ჩემს სახლი სადაც 3000 იმაში სახე რომ ჯდებოდა თქვენს ჩემთან შემოდიოდნენ ჭამდნენ კოფეს ადუღებდნენ მარტო მე ვიყავი ჩემი საცხოვრებელი ადგილი არის ზუგდიდი მაგრამ ზაფხულობით იქ ვიყავი ხო და იქ ჩემთან როგორც ოჯახის წევრები ისე იყვნენ ერთი ადუღებდა ჩაის მეორე მე მინდორზე იწვა ფრინავებიც იქ შემოდიოდნენ და ფრინავებიც იქ ავასწორდნენ თქვენ თუ გეხმარებოდათ ვინმე იურიდიული საკითხების მოგვარებაში ან ადვოკატი თუ ყავდათ ვინმე ან მრჩეველი თუ ყავდათ ადვოკატი არა იყვანო ადვოკატი თავისით ყავდა მაგნებს იქ გუბერნატორიც როლანდი იყო ახალაია პროკურორი მოსამართლე და მაყურებელიც ესე თქვენი ადვოკატი არ ყოლია არა ვიღაცა ერთი სიტყვა არ უთქვია ერთი ადვოკატს რომ მასამართლებდნენ ადვოკატი ყავდა მაგრამ ნიშნავენ ხო მაგნები ჩემი ადვოკატი არ მირჩიეს თვითონ ეს რა მდგომარეობაა მიწებთან მიმართებაში როგორ დღეს რა მდგომარეობა არის ამ მიწებთან მიმართებაში თქვენ თუ გაქვთ რამე სასამართლო ან მიმდინარე რამე პროცესი ამ მიწებთან მიმართებაში როგორია ბევრი ხანია პროკურატურაში ყველა საბუთები აგდებს ხო და მე დიდი მადლობა თქვენ რომ აქ რომ მომიწვიეთ მიწები იმდენი არ მჭირდება ამ ხალხის მოშორება უკაცრავად შეიძლება ჩავამატებ ახლა ამ ხალხის მოშორება ვინ ხალხზე ლაპარაკობს ვინ ხალხზე ლაპარაკობს და ვინც აკიდო დარჩენილი ხო და კიდო რო დაბრუნება უნდა უკან ხელისუფლებაში აი ამ ხალხის როგორ უნდა შემომხედოს გიგი უგულამა უცნობი ჩემთვის შევდივარ ხო და 5 მილიონს რომ თხოვს ეხლა გუბერნატორად ისევ დავაყენოთ სამეგრელოში თუ ხელისუფლებაში მოვიდეს უცნობი კაცი თხოვს 5 მილიონს გუბერნატორი დიახ რა არის სახელმწიფო ესე იგი თქვენი მიზანი არის აქ მოსვლის ჩვენთან რომ პირველი მიზანი რომ რაღაცნაირად ყველა ერთად შევეცადოთ რომ არ დაბრუნდეს ის რაც იყო ამას არანაირად არ არის ჯერ ხალხი ამდგარი ფეხზე ის გაჭირვებული ხალხი და დგას იქ 15 კაცი რომ დაბრუნება უნდა იმაში ხელისუფლებაში გასაგებია ღმერთმა ნუქნას ჩვენ გავიარეთ ის წამება ხალხს არ უგზნია ზოგიერთს ახლობელ ხო და ახალაია იმ ახალგაზრდებსაც მოუწოდებ ნათქვამია ძველი ისეთი ხიდი გადებიო შვილიშვილმა გაიაროსო ახალაიამ რო გადო ის ხიდი შვილმა ვერ გაიარა ხო და ქალაქში გამოსვლა არ შეუძლია შვილიშვილს თამდობა რაში ჭირდება თამდობა შენ მე კანონ მორჩილი ვარ და რაც გიზერია კანონში ის მომიყენე ბატონო გურამ ქალაქში ვერ გამოდიან რას ნიშნავს ვერ გავიგებთ ქალაქში ვერ გამოდიანო ახალაიებზე ბძანეთ რა თქვია ქალაქში როგორ გამოვა ერთხელ შემდგა 1-2-3 წლის უკან სატირაჟი სადღაც კიდო ხალხთან დადიხარ მეთქი რა გიპასუხათ პასუხი არ ქონდა რანაირი რა უნდა პასუხი
არ ქონდა პასუხი ვიღაცა 4-5 კაცი და შეიყვანეს მანქანაში და ესე. დაცვა ყადაყვება? როგორ? დაცვა ყავს, დაცვა? ნუ არ ვიცი ხა ხალხი იდგა და სატირაში შევიდა და დაცვა იყო თუ მეზობელი ვერ გეტყვი. გავიგე, ბატონო ილია გთხოვთ. დღეს თუ ყავთ უფლება დამცველი და თუ აბარია ვინმეს ეს თქვენ ისტორია ამ საქმესთან დაკავშირებით რამე რო დაგვიჭირდეს უფრო დასაზუსტებლად უფრო რაღაც დეტალების როგორ თუ ყავთ მრჩეველი იურიდიული მხარის მიმართ კი ხო აი ეს 17 ჰექტარი აი ბატონ გურამს არ ახსოვს ალბათ 17 ჰექტარი როგორ მითხარით თავიდან ეს თქვენი საქმე რომელიც მოხდა ამის ჩამორთმევა და აი ეს საბუთები თუ აბარია ვინმე იურიდიულად განათლებულ ადამიანს რომლისგანაც გაქვთ რჩევა ადვოკატია თქვენი ან რამე რო დაგჭირდეს რამე საბუთის დაზუსტება რაღაცების გამოთხოვნა ყველანაირი საბუთები გამაშნია დამადასტურებელი მე კეთილსინდისიერი მყიდველი ვიყავი არა ეს გასაგებია ბატონ გურამ ეხლა თუ დაიწყება და აქედან უნდა დაიწყოს ჩემი სამართალი ბოლო ხო უნდა იზეიმოს სამართალი ხო და ნახა ვინმე შევიტანდა უკვე ძიებაში ხო აი მაგას ვკითხულობ გრიგალაშვილის უწყებაში მე ვიყავი ორჯერ დაბარებული იქ არის საბუთები და 9 წელია მირეკავს ძიებაში მიდის გასაგებია მადლობა ბატონ გოდერძის სურს დაამატოს და შემდეგ ამის თქვა მინდოდა მე რაც ახალი მთავრობა მოვიდა იმის შემდეგ მე მაინტერესებდა ჩვენი ეს საქმე რა პროცესზეა არაერთი ადვოკატი იყო მისული 2-3 ალბათ მაგრამ პასუხი მე გრიგალაშვილის უწყებაში ორჯერ დამიბარეს და ვიყავი მისული და მოადგილის ან თუ მიმღების ტელეფონის ნომერი მქონდა რეკავდი დრო გამოშვებით როგორაა საქმე თქვენო გრიგალაშვილმა თქვენო მე არ დამირეკავთო მე დაგირეკავთო ვინ არის გრიგალაშვილი არ ვიცი როგორც ვიცი ანაკლიის წაფმეული მიწების ვიღაცა ყოფილა მაგრამ ძალიან არ მომეწონა მე ამ ადამიანის მოქცევები ჩემი დიახ ამის მე ჩავეძიეთ შემით მოვიპოვე მასალები ვინ არის ეს კაცი გრიგალაშვილი ყოფილა მიშას დროს ექსპერტი როგორც გავიგე ოხლა ეს მე მიწას არ დამიბრუნებს რა თქმა უნდა არ მინდა გავიქცე კი მე მგონი დღესაც მე მაგის პირადი ნომერიც აგერ მიწერია როცა დაურეკავ მაშინებს არ დამირეკავ გვაშინებს ჩვენ ასე მარტივად არ შეგვაშინებს ვერავინ ბატონო გოდერძი კარგი თქვენ დაგვიტოვეთ მისი კონტაქტი რომ გავერკვეთ ვინ არის რატო გვაშინებს ბატონო გურამ მადლობა მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა მოგზაურობისთვის თუ თქვენ და ბატონი გოდერძი იქნებით თანახმა ჩვენ დავრჩებით თქვენთან კონტაქტზე იმიტომ რომ როგორც ბატონმა ილიამ ბრძანა ჩვენ მართლაც შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი ინფორმაცია რასაკვირველია პროკურატურიდან თუ სხვა უწყებიდან რაც დაგვჭირდება გამოვითხოვთ ჩვენ თვითონაც მაგრამ სულ სხვა რა თქმა უნდა დაზარალებულის მსხვერპლის მიერ მოწოდებული ამბავი იმიტომ რომ ეს ის ამბავია რაც თქვენ თვითონ გადაგხდათ თავს დღევანდელი დღისთვის მადლობას მოგახსენებთ გიდასტურებთ პატივისცემას თქვენ თელ სამეგრელოს და გეთანხმებით იმაში რომ ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ჩვენმა პარტიამ კომისიამ პარლამენტმა ყველა სახელმწიფო ორგანომ თქვენთან ერთად რომ ერთი ბოლომდე აღდგეს სამართლიანობა და მეორე გიგი უგულავასნაირი, ახალაიებისნაირი, გოროზია, რომელიც შემდეგ გუბერნატორი იყო, მათ ვერ შეძლონ ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს არის ამ კომისიის მთავარი მიზანი. რატომ? იმიტომ რომ არის ყველა შანსი და დიდი ალბათობა, რომ იგივე განმეორდეს და უფრო უარესიც. აი ამიტომ მადლობა ბატონო გოდერძი, მადლობა ბატონო თენგის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დროებით გემშვიდობებით. მადლობა თქვენ, რომ
თქვენ არა საქართველოს ჭაობში იქნებოდა ხალხი ყოველ მეორეს იჭერდნენ. ეხლა სადაც ხელს ვაწერდი დღეში სადღაც დილით ადრე მივიდოდი პრობაციის იმაზე ხო და დილით ვიწყებდი სადაც 9 საათზე საღამოს თუ მომისწრებოდა მაგის ხელმოწერა აი ამდენი ხალხი იდგა ამ ხალხს არ ხედავ დღეს მაგრამ მიდის ნორმალურად მაგრამ ზოგიერთ ვისაც აწყობს ამ ყაჩაღების მოსვლა სახში დაპატიჟონ და იქ დააჟენ და ილაპარაკონ რამდენიც უნდა ჩვენ მოვიშორეთ მადლობა ბატონო ბიძინა ივანიშვილს რომ გაგვაერთიანა ყველა და მიზანს მივაღწიეთ 2012 წელს და ეხლა ბრძოლა კიდევ არის წინ მადლობა ბატონო დიდი მადლობა რომ მოგზავნეთ კეთილი მგზავრობა ზუგდიდისკენ მადლობა ჩამობრძანებისთვის მადლობა ნახვამდის შემდეგი პირი რომელიც ასევე სამეგრელოში მომხდარ მის თავს დამტყდარ ამბებზე უნდა გვესაუბროს არის ბატონი თამაზ წულაია რომელიც თუ მობრძანდა